მოგესალმებით ძვირფასო სვენელებო და მეგობრებო. ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ თემა, რომელიც ყველას დაინტერესებს ალბათ, რატომ და ეს გვეხება ყველას. სიკვდილის შემდეგ რა სინათლეს უნდა გავყვეთ თუ სიბნელეს, ანუ შევიდეთ თუ არა ტუნელში. ხომ არის ხოლმე ასეთი თემები ინტერნეტში, ზოგი ამბობს რომ შუქს უნდა გაყვე და ბოლო დროს მე შენიშნე რომ ყველა ამბობს იმას რომ შუქს არ უნდა გაყვე. მოდით გავარკვიოთ რაშია საქმე. ბევრი ამბობს რომ სინათლე მახეა. და რა იქნებაო? ამბობს ვისაც მიყავს ეს ვიდეო. ისე შეხოთაშორის ეს არის ტიბეტური ცოდნა. ადრე ძველად იყო კვტრების წიგნი და გამცილებელი ყავდა კვტარს. სულს მეაცილებდა ცოცხალი გამცილებელი. გამოვიდოდა სხეულიდან და მოკიდებდა სულს ხაზს და ადგილამდე მიაცილებდა. და რა იქნებაო? თუ გეტყვითო რომ ბებია, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, ხომ არის ხოლმე საუბარი რომ აი ბებია ვნახე, მამა ვნახე, ძმა ვნახე, კიდე ვიღაცები. არის ეს ბებია, რომელიც ჩვენ წინაშე დადგება, ან რომელიმე სხვა ახლობელი, არის ციფრული ბებია. და ტყავი აქვს ზედ გადაკრული, ანუ პირდაპირ გაგებით არა. იქაც ხდება ჰოლოგრამები. ჰოლოგრამა. იქაც დგამენ ჩვენი მტრები ჰოლოგრამებს, რომ თავბრუ აგვიხიო. დღეს ჩვენ გავაღებთ კარს ყველაზე საშიშ სფეროში, თანამედროვე მისტიკაში. ჩვენ გავარჩევთ ჰიპოთეზას, რომელსაც ოფიციალური მეცნიერება არიდებს თავს. ანუ ეშინია ამაზე საუბარი. როგორ გავარჩიოთ არსება, რომელიც ცდილობს თქვენ წაგიყვანონ თქვენ სინათლეში. იმისთვის რომ გავიგოთ თუ რასთან მოგვიწევს ჩვენ შეჯახება, ჩვენ უნდა მივმართოთ ადამიანის ნაშრომს, რომელსაც ვიწრო წლებში უწოდებენ სიცარიელის ნავიგატორს. ელიას ნოქსი, რომელმაც მიუძღვნა 30 წელზე მეტი სხეულის გარე გამოსვლის პრაქტიკას, ამბობს რომ ჩვენი წარმოდგენა იმ ქვეყნიურ სამყაროზე უიმედოდ დაძველდა. მისი ურთიერთობა ამ თემასთან ჩამორთმეულია რელიგიურ აზრს და ან ეზოთერიკულ სირბილეს. ხო, არის ბევრი ასეთი პრაქტიკოსები. მე მაქვს მაგალითად დაკონსპექტებული რობერტ მონროს თავგადასავლები, როდესაც ის ტოვებდა სხეულს და მისი ასტრალური სხეული მოგზაურობდა ხანით და რას ხედავდა და რას შეზნებები ჰქონდა. მისთვის, ანუ ადამიანისთვის, სიკვდილის შემდგომი მდგომარეობა არ არის ღვთის ბაღი, ანუ სამოთხე და ჯოჯოხეთური ალია, არამედ მაღალ ტექნოლოგიური, მრავალ განზომილებიანი ენერგეტიკული ველი, ინტერფეისის მაგვარი, რომელიც შექმნილია ცნობიერების დასაჭერად.
ელიას ნოქსი ხსნის ადამიანურ სულს არა როგორც აბსტრაქტულ ღრუბელს, არამედ როგორც მძლავ გროვას უნიკალური ენერგიისა, რომელსაც ის უწოდებს პირველად სინათლედ. და ამ არქიტექტურაში, ახალ სამყაროს არქიტექტურაში არსებობს თავისი მხეცები. ხო, ასტრალში. ანუ ასტრალსაც ყავს თავისი მხეცები. ისინი არ არიან ბოროტები ადამიანურ გაგებაში. ისინი მხოლოდ შივრები არიან და დაწვრთნიან. მათთვის ჩვენი ემოციები, ჩვენი მეხსიერება და თვით ჩვენი სასიცოცხლო ნაბერწყალი არის ერთადერთი წყარო არსებობისა, საიდანაც ისინი იღებენ საკვებს. პრობლემა იმაშია, რომ მომენტში ცნობიერების გაყოფისას ფიზიკური სხეულისა ადამიანი ხდება მდგომარეობაში, რომელსაც რაღაც სიღრმისეული დეზორიენტაციისა. ანუ ადამიანს სიკვდილის შემდეგ რაღაც მომენტში ერღვება ორიენტაცია. ეს მოგავს იმას, რომ თქვენ უეცრად გადაგაგდებენ თბილი ოთახიდან ყინულოვან ოკეანეში. სრულ სიბნელეში. ზუსტად ამ დროს სისტემის ბატონები გამოდიან ხაზზე. ხო, მე ძალიან რთული თემა და ამიტომ ვცდილობ ნელა წავიკითხო. და თან ვკითხულობ კონსპექტს. ქართულად. ესმეჯერ გადავთარგმნე. ექსპერტი ამტკიცებს, არსებები, გამტაცებლები მათ არ შეუძლიათ წაიღონ თქვენი ენერგია ძალით. ანუ არ აქვთ უფლება თქვენ ძალით წაგართვან ენერგია. არ აქვთ უფლება. თქვენი თანხმობის გარეშე. მათ და ჩვენ შორის არსებობს უძველესი თითქმის იურიდიული კონი, ანუ კანონი, თავისუფალი ნებისა. იმისთვის, რომ უტილიზაცია გაუკეთონ თქვენ ცნობიერებას, ან გააგზავნოს ის მორი განსახიერების წრეზე, მძიმე პირობებში მათ სჭირდება თქვენი თანხმობა. ხო, მინდა შეგახსენოთ, რომ აქ საუბარია რეინკარნაციაზე და კარმის სასარის ბორბალზე. ორივე გაუქმებულია. ახლა ამჟამად არცერთი არ მოქმედეს ხოლოდ კარმის ბუმერანგი. მაგრამ ეს ძველი ჩანაწერია, მე არ მახსოვს ახლა რომელი არხიდან გადმოვწერე. ხო, ვეჭერ მოიცადეთ, გეტყვით ახლა. ხო, ვეჭერ ვეჩნესті. ვერ ვიპოვე ის ვიდეოები, გაქრა ინტერნეტში. ვერ ვიპოვე. მაშ გავაგზავნოთ. მაგრამ სახჭკვაზე ვინ დათანხმდება მონობაზე? არავინ, ამიტომ ისინი ქმნიან დეკორაციებს. ისინი ახალმოსული სულისთვის ატყობენ სივრცეს, რომელიც გეჩვენება მაქსიმალურად უსაფრთხო. მათ იციან ჩვენი სუსტი წერტილები, ჩვენი მიდრეკილებები
და ჩვენი ყველაზე წმინდა შიშები. თუ თქვენ გწამთ მაგალითად იესოსი ხართ, ესე იგი რაც გწამთ იმას მოგაჩვენებენ. თუ ატეისტი ხართ, სპეციალურ დეკორაციას შეგიქმნია. რაც თქვენ გწამთ იმას გამოიყენებენ. და თუ თქვენ გწამთ იესო, ნახავთ იესოს. თუ გიყვარდათ დედა, ნახავთ დედას. თქვენ გარდა თქვენ, რადგან თქვენ როდესაც გარდაიცვლებით, ხო? თქვენ გარდა იქ არავინ იქნება, ხო? იქ ისინი კითხულობენ აზრებს. კი, მე ბევრჯერ მithქვამთ, რომ სული არის ელექტრომაგნიტური საინფორმაციო ველი. სულს მიყვება ინფორმაციის მერე იქ რაღაც პროცესები ხდება. თუ თქვენ ესე იგი გიყვარდათო დედა ან მამა, ან დედა გამოგიცხადებათ, ან მამა. ეს სასწაული არ არის. ეს არის ალგორითმი. მაგრამ როგორც ცნობენ ეს არსებები, თუ ვისის სახე უნდა მიიღონ, რომ თქვენ ვერ მიხვდეთ წყვილს, ან ვერ შეამჩნიოთ მახე. ამგვარად, რაღაც წამებში ისინი ატყობენ იდეალურ ხატს თქვენი ყველაზე სიღრმისეული მოგონებებისაგან. წარმოიდგინეთ სიკვდილის მომენტი, როდესაც უნივერსალური ელექტრომაგნიტური იმპულსი, როდესაც ვერცხლის ძაფი, ენერგეტიკული კაბელი, რომელიც აერთიანებს სულს სხეულთან, ჭრულდება და წყდება. ხდება ის, რასაც მისტიკები უწოდებენ ინფორმაციული აფეთქება. ამ მოკლე ხანში, რომელიც გაგრძელდება გარე მაყურებლებისთვის, როგორც სინამდვილეში იქ გრძელდება როგორც წამები. ესე იგი ის, რაც გარე მაყურებლებისთვის ჩაივლის ხანძლივად, იქ ეს ხდება წამებში. მოგაქვთ ამისთვის ეს არის მარადიული. გონია რომ არასდროს არ დამთავრდება. მთელი თქვენი ცხოვრება გარბის თვალწინ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ სლაიდ შოუ გართობისთვის. სულების მახის სისტემა სულების მახეში გამბლის საშუალება, ერთ-ერთი საშუალება არის ეს იმ სისტემისთვის. და ეს პროცესები ასრულებენ არასანქციონირებულ როლს და აკოპირებენ მონაცემებს. მე მინდა დავამატო, რომ დამავიწყდა ასლი, გამიფრინდა იქით. არსებები, გამტაცებლები ცნობიერებისა, რომლებსაც უნდა გაიტაცონ ადამიანის ცნობიერება. არსებები, რომლებიც იმყოფებიან რეალობის საზღვაო ფენაში, ფლობენ თვისებებს მომენტალურად ამოიკითხონ თქვენში საჭირო ნაკლი. მათთვის თქვენი მეხსიერება ღია წიგნია. ხატების კატალოგი, სუნების კატალოგი, გემოების კატალოგი და ყველაზე მთავარი ემოციალური მიდრეკელებებისა და სხვადასხვა ჩვევებისა, რომელიც თქვენ გიშლიდათ სიცოცხლეში ხელს. ისინი არ გიცნობენ თქვენ პირადად, არ გადევნებდნენ თვალს, როდესაც თქვენ ცოცხალი იყავით, მთელი თქვენი ცხოვრება. მათ ეს არ სჭირდებათ, მათთვის საჭიროა დაიჭირონ
ეს ფინალური მომენტი თქვენ მეხსიერებაში. როგორც კი ისინი ღებულობენ წვდომას, თქვენ არქივებთან იწყება კალიბროვკის პროცესი. ნიღბებისა ისინი ეძებენ საჭირო ფიგურას. არა აუცილებელი ეს იყოს ადამიანი, რომელსაც თქვენ თვლიდით იდეალურ ადამიანად. ის იქნება ის ადამიანი, ვისთანაც თქვენ გაკავშირებთ ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული კავშირი, ანუ ვის თქვენ ძალიან გიყვარდათ, ვისაც თქვენ ძალიან აფასებდით. ხშირად ეს არის დანაშაულის შეგრძნება, არათქმული სიყვარული ან მონატრება. თუ თქვენ წნები და სტილოდით წარსულს, მისი ხატი გახდება მათი იდეალური კაუჭი. არსება მხოლოდ კი არ იცმევს ამ ხატს, ის კოპირებას უკეთებს მის სიხშირულ დამახასიათებლებს. ის იმიტაციას უკეთებს იმ ხმის ტემბრს, რომელიც გაიძულებდა თქვენ გეგზონ თავი უსაზღროდ. ის იმეორებს ყველა მანერებს თვალების მოძრაობების ჩათვლით. ამ მომენტში თქვენი ცნობიერება დახჩობილი არის სასიკვდილო გადასვლით. გრძნობს კოლოსალურ შემსუბუქებას. ფსიქოლოგიურად დამცველი ბარიერი ეცემა. თქვენ ხედავთ ცნობილ სილუეტს და მირბიხართ მისკენ, როგორც დაკარგული ბავშვი დედასთან. ისე მირბიხართო მისკენ სილუეტს რო ნახავთო ცნობილს, თითქოს და დაკარგული ბავშვი იყოთო. მაგრამ ელიას ნოქსი გვაფრთხილებს. ამ ხატში ყოველთვის დევს საფრთხე. ეს არსებები არიან გენიალური იმიტატორები, მაგრამ ისინი არ ფლობენ ადამიანურ ნაპრწკალს და ამიტომ მათი ქმნილებები სტატიკურია. თუ თქვენ დაკავშირებთ და თუ თქვენ შენიშნავთ, რომ ნათესავები იცვლება თქვენ ასრულად, როდესაც თქვენ დაუსვამთ კითხვებს, რეაგირებენ ამაზე ვიბრაციების შესუსტებით. ის მხოლოდ ტრანსლირებას უკეთებს წინასწარ მომზადებულ უსაზღვრო თანხმობის ნიშნად. ეს გრძნობა იმდენად ათრობს, რომ ცოტა თუ ჩათვლის საჭიროდ კითხვა დაუსვას, ანუ იბნევა ახალი გარდაცვლილი სული. მაგრამ იცით თუ არა თქვენ როგორი ვიზუალური ხათა ირჩევენ ისინი. თუ თქვენ ცხოვრებაში იყო ერთნაირად რამდენიმე ძვირფასი ადამიანი, თქვენ არ ხართ იმისთვის მზად იმ მომენტში და არ იცით ისინი რომელს აირჩევენ. შეიძლება ნებისმიერი აირჩიონ იმ ძვირფასი ადამიანებისგან, რომლებიც თქვენ გიყვარდათ და აფასებდით. არსებობს თუ არა იერარქია მათ ნიღბების გარდერობში. ზოგჯერ რატომ მოდიან თქვენთან არსებების ფორმებში, რომლებიც არასდროს გინახიათ რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ თქვენ ცნობიერებაში სულ ველოდებოდით, როდესაც ხატი არჩეულია და ნიღაბი გაკეთებულია, იწყება გაცილების ეტაპი. არსების მთავარი ამოცანაა ამ ეტაპზე არ მოგცეთ თქვენ გონზე მოსვლის საშუალება და დაიწყონ ანალიზირება, რაც ხდება იმისა,
ხო, თქვენ არ უნდათ რომ გონზე მოხვიდეთ და ანალიზება გაუკეთოთ თქვენ მდგომარეობას იმ მომენტისთვის. მისტიკური წრეებში ამ ფენომენს უწოდებენ მოსიყვარული ნიღაბი. მისი აზრით შედგება თქვენ გარშემო შექმნან მჭიდრო კოკონი, ეფორიის კოკონი, რომ თქვენ სულ იგზნოთ ეფორია. ამ მომენტში ნეგატიური გრძნობები გათიშულია, რომ თქვენ გონზე არ მოხვიდეთ იმისთვის. უნდათ რომ თქვენ სულ ცალი კაცვით იყოთ გაბრუებული რა. ეს უბრალოდ სიხარული არაა. ეს არის ბიოქიმიური და ენერგეტიკული შტორმი, რომელიც პარალიზებას უკეთებს ნებას. გრძნობთ თქვენ ისე ხვდებიან, როგორც არ ხვდებოდნენ დედამიწაზე. გრძნობთ ისეთ სითბოს, როგორც არ გიგრძნიათ დედამიწაზე, მაგრამ ზუსტად აქ იმალება პირველი ნიშანი მახესი. მისტიკები, პრაქტიკები, რომლებიც სწავლობენ გაცნობიერებულ ძილს, ამტკიცებენ, რომ ჭეშმარიტი, სულიერი ამტკიცებენ, რომ ჭეშმარიტება, სულიერი, ჭეშმარიტ სიხარულს არ აქვს ჭეშმარიტი წყარო. ანუ იგენი სითბოს გაგრძნობიერებენ, მაგრამ ჭეშმარიტ, არა ჭეშმარიტ სიხარულს არ აქვსო ჭეშმარიტი წყარო. მათ სიხარულს არ აქვსო ჭეშმარიტი წყარო. ის გამოდის თქვენი საკუთარი არსების ცენტრიდან. იგივე, რასაც ნათესავი ტრანსლირებას უკეთებს ტუნელში, მიმართულია თქვენსკენ, გარედან. ეს ჩამოგავს ძლიერ პროჟექტორის შუქს, რომელიც გაბრმავეს თქვენ იმისთვის, რომ არ ნახოთ ის, ვინც დგას ამ შუქის უკან. თუ თქვენ იპოვით ძალას წამების განმავლობაში და უკან დაიხევით, თქვენ ნახავთ უცნაურ რაღაცებს, მაგალითად ფონი, მაგალითად იქაური არსებები. ხო, მე არსებებს ვამბობ, მაგრამ მე მithქვავს თქვენთვის ბევრ ვიდეოში, რომ არსება არის ის, ვისაც გააჩნია ფიზიკური სხეული. ანუ მატერიალიზირებულია, ხო? და იმას, ვისაც არ გააჩნია ფიზიკური სხეული, მას უწოდებენ რუსულად სუშნესტ. სუშესტვო არსება და სუშნესტ. ნაკიზნაკი ბოლოს ეს უკვე არამატერიალური არსებაა, მაგრამ რადგან აქ კიდევ ვახსენებ მე, ამის უკან შეიძლება იდგან რეპტილოიდები, იდგან ღვთისმლოცველები, ბევრი მწერები და კიდევ სხვადასხვა მოსების, შეიძლება მოსწრათ მოგეჩვენოს ვინმე. იქ იმ მომენტში ისინი მათ აქვთ მხოლოდ ენერგეტიკული სხეული. ისინი ფიზიკურ სხეულში იქ არ მოვლენ თქვენთან. მხოლოდ ენერგეტიკულ სხეულში. მათ აქვთ მშვენივრად განვითარებული ეს უნარები. თავისუფლად ტოვებენ სხეულს და სადაც უნდათ იქ მიდიან. თავისუფლად. და ისინი ეს არსებები სუშნესტი. მე არ ვამბობ სუშესტვა, მაპატიეთ კრილიშის ხელს. სუშესტვო, ანუ ცოცხალი დედამიწაზე მატერიაში მყოფი, სხეულში მყოფი არსება. ცხოველი ეს თვინა, მნიშვნელობა არ აქვს და სუშნესტ. ანუ ინქვეყნიური არსება. ან პარალელური სამყაროდან, ან კიდევ ხვრელიდან ნებისმიერი. და ისინი ამათ რომ დააკვირდებით, კარგავენ მთელ ენერგიას. საერთოდ ესენი კარგავენ ძალიან ბევრ ენერგიას. იმისთვის რომ შექმნან
ადამიანის გარდაცვლილის ყველაზე ახლო ადამიანის ფონი. ანუ მოგაჩვენო თავი მის ახლობლად. მაგრამ დეკორაციებზე ენერგიები ხშირად არ კმარა. მათ არ კმარათ ენერგიები ხშირად და სივრცე მათ გარშემო, მაგალითად, ბებიის სახე შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც უკონტურო ლაქა, ან როგორც სტატიკური სურათი თქვენი ბავშვობიდან, რომელიც ამ ფონზე არ ფლობს სიღრმეს. კიდევ ერთი შეცდომა, თვალები. მისტიკურ ტრადიციებში თვალები ითვლება სულის სარკედ და ეს წესი ინახება სიკვდილის შემდეგ. არსება შეუძლია იდეალურად აიღოს თვალის კაკალი კი არა, რადუშკები, ფერადი რომაა. ფერადი. იდეალურად შეუძლიაო ზუსტად საჭირო ფერი აიღოსო. და აგრეთვე ხუთუდების ასლი, მაგრამ მას არ შეუძლია გაუკეთოს იმიტაცია ცეცხლისა შიგ, ანუ მათ არ შეუძლიათ იმიტაცია გაუკეთონ ღვთაებრივ ნაპერწკალს, რადგან ეს მოდის წყაროდან, შექმნელის წყაროდან. მოსიყვარულე ნიღბის მზერა მზერას ხშირად აღწერენ მინისებურს, რომელსაც ჩამოერთმევა ჭეშმარიტი ფოკუსი. და პირიქით, ნამეტანი ჰიპნოზიური ზეგავლენა აქვს მათ თვალებს. ის თქვენ კი არ გიყურეთ, არამედ თქვენში, მათი მზერა გადის თქვენში და თითქოს საცხა თქვენ უკან იყურებიანო. და კითხულობენ თქვენ რეაქციას იმისთვის, რომ გამოსხივების ინტენსივობა დააწყოს. ხო, თქვენი რეაქციებიდან გამომდინარე, მიხვდებიან ისინი, თუ როგორ უნდა დააწყონ ეს ფონი. ელიას ნოქსი ხაზს უსვამს, რომ ეს ნიღაბი არ არის მხოლოდ უნიკალური, ამ ნიღაბს არ აქვს მხოლოდ უნიკალური უბრალოდ, რომ ეს ნიღაბი არა მხოლოდ უბრალო ეფექტი. ეს არის რთული ენერგეტიკული კონსტრუქცია, რომელმაც უნდა ჩაახჩოს თქვენი კრიტიკული აპარატი. თქვენ გეუბნებათ, ყველაფერი უკანა. ახლა შენ სახლში ხარ. უბრალოდ მომიახლოვდი, ეს მოდი ჩემთან, არის ყველაზე საშიში ბრძანება, როდესაც არსება გეუბნება, მოდი ჩემთან. მთელი სამყაროში, რადგან ყოველი თქვენი ნაბიჯი ამ ნიღბის დაახლოებისთვის, ეს არის აქტი შენი სუვერენიტეტის გადაცემის. მაგრამ რა ხდება თუ თქვენ მაინც დგებით, მაინც აიგებით მათ ანკერზე, რა მოხდება მაშინ? მათ რა თქონდათ, რომ თქვენ გადახვიდეთ უხილავ ხაზს. ნუ თუ მათთვის შენი იქ დასწრება საკმარისი არ არის ენერგია, ეს იმისთვის ხდება, რომ მათ ჭირდებათ ენერგია გავახისთვის. ბევრი ჩვენგანი მიეჩვია ფიქრს, რომ სიკვდილის შემდეგ ჩვენ ხდებიან არასაჭირო მაპატიეთ. ბევრი ჩვენგანი მიეჩვია იმას, რომ სიკვდილის შემდეგ ჩვენ ხდებით არასაჭირო ნაგავი მატერიალურ სამყაროში, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. იმ მომენტში, როდესაც თქვენი სული თავისუფლდება სხეულისაგან, წარმოადგენს კონცეფციას სულთა ენერგიისა.
რომელიც რობერტ მონრომ აღწერა, ანუ უწოდა როგორც ლუში. ხო არის გაბახი და არის ლუში, ორივე მათი საკვებია. უძველესი გნოსტიკები, თანამედროვე მკვლევარები, დანიელის მაგვარი და ანდრევის მაგვარი მას უწოდებენ გავახს. ამ ლუშს უწოდებენ გავახს. მაგრამ არსებებისთვის ეს მხოლოდ საჭველი არ არის. ეს არის საწვავი, ვალუტა და სამშენებლო მასალა მათი საკუთარი რეალობებისთვის, რომელიც ჭირდება დეკორაციების ასაშენებლად. მხეცების პრობლემა იმაშია, რომ ისინი ჩამორთმეული არიან ნულოვან ნაპერწკალს, ანუ ღვთაებრივ ნაპერწკალს. ისინი არიან სისტემის პარაზიტები, მათ შეუძლიათ ენერგიის გადამუშავება, მათ შეუძლიათ მისი წარმოქმნა. ადამიანი კი არის მზის მაგვარი ელემენტი. მთელ სამყაროში ჩვენ ვაწარმოებთ ენერგიას ემოციების დახმარებით. სიყვარული, ტანჯვა, ტკივილი და შიში და ყველაფერი ხარისხიანი ყველაფრის ხარისხიანის აღება შემოსავლის სახით არის და ხდება გადასვლის მომენტში, როდესაც კვტარი გადაცვლილი სულმა უნდა გადალახოს რაღაც იქ საზღვარი. სიკვდილის შემდეგ, როდესაც თქვენ შედიხართ სინათლეში, ანუ ჯერ მოგეჩვენათ ტუნელი და სინათლე ტუნელის ბოლოს. ყალბი, ახლობლები თქვენ შეხვდებიან, თქვენ მოხდებით გიგანტურ სეპარატულ აპარატში, თქვენი თანხმობა იქ შესაერთებლად ნათესავებთან, ეს არის სინამდვილეში ხელმოწერა კონტრაქტებზე, რის მეშვეობით თქვენ გადასცემთ უფლებებზე ნებას. ანუ თქვენ რომ თქვენ ამით თანხმობას იძლევთ. თქვენი ენერგია, თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი გადაეცემა მაგათ. როგორც კი თქვენ გადააბიჯებს ზღუდს, ეიფორია იწყებს ნელ-ნელა ცვლას. სხვა პროცესებით იწყება თქვენი შეცვლა. ანუ ისინი იცვლებიან თქვენს მიმართ. თქვენი მეხსიერება, თქვენი არარეალიზირებული სურვილები, თქვენი შიშები მომავლის წინაშე ყველაფერი ის გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ჩართონ რეინკარნაციის პროცესი იმ პირობებში, რომლებიც გამოსადეგია ფერმერებისთვის და ამ ხეცებისთვის საერთოდ. დედამიწა ამ სისტემაში ამბობს ნოქსი, განიხილება როგორც უზარმაზარი პლანტაცია, განიხილებოდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ გვაბრუნებენ აქ ისევ და ისევ, გვაბრუნებდნენ. ახლა შეიცვალა ყველაფერი. ხომ გითხარით, რომ კარმის სანსარი და რეინკარნაცია გაუქმდა, რადგან თითქმის გაწმენდილია ასტრალი. და ჩვენ აქ, მაგალითად, მე ნახსენები მაქვს რამდენჯერმე ირინა პოზოროვა. ის სულ აგიტაციას უტარებდა იმას, რომ ჩვენ ისიც და ბევრი კონტრაქტორი აგიტაციას უტარებენ იმას, ანუ ამბობენ, რომ ჩვენ აქ იმისთვის მოვდივართ, რომ სკოლა გავიაროთ. მეც თავიდან მჯეროდა მისი და მეც ვახმოვანებდი მათ ნათქვამს, მაგრამ მის და ბევრი სხვა კონტრაქტორი, რომელიც იძახის, რომ ჩვენ აქ გავდივართ სკოლას, კი შეიძლება რაღაც ხარისხში მასეც იყოს, მაგრამ ჩვენ გვაბრუნებდნენ აქ იმისთვის, რომ წველიდნენ ჩვენ ენერგიებს.
თითქოს აგვეუბნებოდნენ თქვენი ცოდვა გამოისყიდეთ. შეიძლება კი ნაწილობრივ მასეც იყოს, მაგრამ თავარი ფუნქცია ამის ყველაფრისა იყო ის, რომ ენერგიები მოეწოლათ. და მინდა დავამატო, რომ ჩვენ სამყაროში ყვებათ ყველა ერთმანეთს. ყველა ყვებავთ ერთმანეთს. კი დედამიწა ყვებავს ეს ენერგიებს აძლევს ადამიანს, მაგრამ ახლა ამ მომენტისა იგიც მაქვს მე მონაცემი, რომ დედამიწა პირიქით იღებს ენერგიებს, რომ გადავიდეს, გადასხლა ხდება და ამიტომ ენერგიები ჭირდება. ერთმანეთს აწოდებენ საჭირო ენერგიებს. ყველა იკვებება ერთმანეთით, ენერგიებით. ხო, შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს მასია. ასეთი ბუნებრივი კანონია. ხო ხედავთ ბუნებაში. ახლა ცოტა შეგულდა, თორე ყველა ერთმანეთს ჭამს ცხოველები. თან წარმოიდგინეთ, ადამიანები ქიმიის კლავენ ცხოველებს და მე ამზადებენ და ისე ჭამენ და თქვენ წარმოიდგინეთ ცოცხლად, თუნდაც ვეფხმა ადამიანი დაიჭიროს. ის იმას გლეჯს ცოცხლად. ადამიანი ხო ცოცხალია, სანამ კომაში არ ჩავარდება, ტკივილის კომაში. ასევე ცხოველები ცოცხლად ატყავებენ საწყლებს. ყველა ერთმანეთს ჭამს, ყველა ერთმანეთს. ჭამდა ახლა, ალბათ ეს ყველაფერი შეწყდება. შეწყდება კი ალბათ კი რა თუ ახალ ერაში სხვა კანონები იქნება. ხო, ჩვენ გვაბრუნებდნენ, მე წარსულში ვიტყვი. წარსულში არ მინდა თქვა ამ დღეში. ჩვენ გვაბრუნებდნენ ისევ და ისევ. ამ ცოდვების ვითომ გამოსასყიდლად, რადგან ეს ლამაზი ზღაპრები მონობის გასამართლებლად იყო მოგონილი. მე წავიკითხავ წარსულში. ჩვენ გვაბრუნებდნენ, მაგრამ ხო, გვაბრუნებენ იმისთვის, რომ ჩვენ ვიყავით ყვების წყარო. მოსიყვარულე ნიღაბი კი არის მხოლოდ ყურადღები, ესე იგი, ყურადღებიანი პერსონალი, გამანაწილებელი, რომელიც დგას გამანაწილებელი შესასვლელის წინ. ხო, ეს აცებები ასრულებენ ყურადღებიანი პერსონალის როლს, რომლებისგან არიან გამანაწილებლის ცენტრის შესასვლელთან. არსებებისთვის ძალიან აქ შემოკლებით მაქვს მე დაწერილი და უცებ სიჩქარეში ახლა მინდა მოვასწრო და საერთოდ უცებ ვერ ხვდები რა მიწერია. მე ვცდილობ არ შევამოკლო. რუსულში მესმის, მიჩეული ვარ რუსულ ენას და არსებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იგრძნოთ თავი მოვალეთ. აი ამიტომ ნათესავები ხშირად იწყებენ საუბარს თქვენი მიწერი საქმეების შესახებ. შენ არ დაგიმთავრებია მაგალითად ეს საქმე, ის საქმე. ყავს შვილები. შვილები დიდები არიან, მაგრამ დაიკარგებიან მაინც შენ გარეშე, თუნდაც ისინი უკვე დაოჯახებულები იყვნენ. შენ დაუშვი შეცდომები, რომელიც უნდა გამოასწორო. ეს არის დამნაშავის ანკესის შექმნა. თუ თქვენ აღიარებთ დანაშაულს, აღიარებთ საჭიროებას დაისაჯოთ ან გამოგასწორონ, თქვენ ისევ შედიხართ დედის საშოში და ივიწყებთ თქვენ ღვთაებრივ ნაპერწკალს. იმისთვის, რომ ისევ იცხოვროთ 70 წელი და რეგენერებთ გავახს თქვენი უხილავი ბატონებისთვის. მაგრამ რა იქნება თუ მე გეტყვით, რომ თვით ტუნელი, რომელიც რომელიც ითვლებოდა 60-ით, არის ტექნოლოგია, არის ტექნოლოგიური ხელსაწყო, უზარმაზარი მტვერსასრუტის მაგვარი, რომელსაც აქვს
გამომთველი და ეს გამომთველი არის თქვენ ხელში. მზად ხართ თქვენ გაიგოთ თუ როგორი არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თქვენ წინაშე არ არის ღვთაებრივი სინათლე, არამედ მახე, რომელიც შექმნა ხელოვნურმა ინტელექტმა. სხვა სამყაროსი ხელოვნური ინტელექტი ბევრია, ნეგატიური ხელოვნური ინტელექტი. და როდესაც ჩვენ გვესმის მათი მოთხოვნა, ვინც დაბრუნდა იმ სამყაროდან, ნათქვამი მათი, რომ ტუნელის სინათლე არის, აღწერენ ტუნელის სინათლეს როგორც ღვთაებრივ სინათლეს, როგორც აუღწერელს და ეს სინათლე გიტაცებს, მაგრამ კვლევარები, მასეთები როგორც დევიდ აიკი, როგორც თანამედროვე გნოსტიკები, თანამედროვე გნოსტიციზმის მიმდევრები ამბობენ, ისინი აყენებენ შესაშინებელ თეორიებს. ეს ხეთები, ეს ტუნელი არ არის ბუნებრივი ტუნელი, ან სულიერი მოვლენა. ეს არის ხელოვნური ენერგეტიკული კონსტრუქცია, ენერგეტიკული ტვერსასრუტი ან მაღალტექნოლოგიური მორევი, ვარონგა. მისი ამოცანა დაიპყრო სულის ცნობიერება გარდაცვლილი სულის მაქსიმალურ დეზორიენტაციის დროს, ანუ როდესაც სული დაბნეულია, ამ მომენტით უნდა ისარგებლოს მაქასებებმა და დაიპყროს ამ გარდაცვლილის ცნობიერება მაქსიმალურად და გააგზავნოს ის შემდეგ საჭირო განყოფილებაში. ელიას სნოქსი წერს ამ მექანიზმს როგორ მაპატიეთ, ელიას სნოქსი წერს ამ მექანიზმზე როგორც ელექტრომაგნიტურ მახეზე კოლოსალური სიძლიერისა. საერთოდ რატომ გეჩვენება ის მასეთი სასიამოვნო პასუხი დამალულია ტალღისებურ მოქმედებაში. ტუნელი ასხივებს სიხშირეებს, რომლებიც მომენტალურად აღჩობენ ადამიანში ნებისმიერ ნეგატიურ ემოციებს, შიშ და კრიტიკულ აზროვნებას. ეს გავს ძლიერი ნარკოტიკის მოქმედებაზე, რომელიც იშხაპუნება თქვენი სულის სტრუქტურაში. თქვენ გძლოთ ეიფორიას არა იმიტომ, რომ შეხვდით ღმერთს, არამედ იმიტომ, რომ სისტემამ გატეხა თქვენი ემოციური კოდი იმისთვის, რომ თქვენ მიატოვოთ წინააღმდეგობის გაწევა, როდესაც თქვენ დამავებული ხართ ტუნელის სიკაშკაში, თქვენ ვერ ხედავთ მათ, ვინც მართავს ამას, ამ პროექციას. ხელოვნურობის მთავარი ნიშანი ამ სინათლისა არის ის, რომ მისი მიმართულება საითკენაა. ხო, ახავე აგიხსნით. ანუ ხელოვნურ შუქს აქვს მიმართულება, არა გაფანტული, არამედ რაღაც მიმართულება აქვს ყოველთვის. ხომ იცი, როგორც პროჟექტორს. ნამდვილი ღვთაებრივ სინათლეს არა აქვს მიმართულება. დაფანტულია.
ღვთაებრივი სინათლით გაფანტულია. ყველგან ანათებს. ის ყველგანა და იფრქვევა სივრცის ყოველი წერტილიდან ერთდროულად. თქვენი შიდა ცენტრის ჩათვლით. ტუნელის სინათლე კი არის გარე წერტილი, ის თქვენ სადღაც გიძახით, ის მოითხოვს მოძრაობას განსაზღვრული მიმართულებით, მაგრამ ჭეშმარიტ სულიერ რეალობაში გაგება აქ და ახლა არ არის იქ. იქ არ არსებობს ეს აქ და ახლა. ჩვენ ხო ვამბობთ ახლა კონტაქტორებით ხო ვამბობენ, ჩვენ ცხოვრობთ აქ და ახლა. ამდაგვარი გაგება იქ არ არსებობს. თუ თქვენ გთხოვენ სადღაც წასვლას, ესე იგი თქვენ ცდილობენ გაიძულონ გადაადგილება თქვენი თავისუფალი ზონიდან რაღაცის კონტროლის ზონაში, ეიფორია არის მხოლოდ პირველი ფენა ტკივილის. არსებობს უпростоრად, არსებობს აღთმის კიდევ ერთი დონე, რომელიც მოგცემთ საშუალებას განარჩიოთ სიყალბე ორიგინალობისაგან. და ეს დონე დაკავშირებულია არა ხედელობასთან, არამედ ჩვენ სიღრმისეულ შეგრძნებასთან, სივრცის შეგრძნებასთან. ახლა მე მოვყვები პირველ და ყველაზე მთავარ ნიშანზე ამისა, თუ რას ხედავთ თქვენ. ბევრი ადამიანებიდან, რომლებიც აღწერენ ტუნელს და სინათლეს, ლაპარაკობენ სითბოზე, მაგრამ ელიას ნოლსი და სხვები გამოცდილი პრაქტიკები, სხეულის გარე გამოცდილების პრაქტიკოსები, ხო, პრაქტიკოსებს ასუწოდებენ. ადამიანები არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ტოვებენ სხეულს და დადიან და სულ ძიებაში არიან და კვლევაში. ბრუნდებიან და წერენ თუ რა ნახეს, როგორც რობერტ მონრო. ისინი თხოვენ ყურადღება მიაქციოთ ამ სითბოს ხარისხზე. არსებობს არსებების მახეში სითბო მაგნიტური ბუნებისა. ის თქვენ არ გათბობთ შიგნიდან, მაგრამ გითხრებთ თან. ეს რბილი ჩახუტება არ არის, არამედ დავიწყებითი მიმზიდველობა, რაც გათმობთ თქვენ საშუალებას შეჩერდეთ და ჩაფიქრდეთ. არ გაცლიან ჩაფიქრებას. თუ თქვენ აღმოჩნდით მასეთ სიტუაციაში, სცადეთ ერთი რაღაც გააკეთოთ. შეატორმუზეთ, სცადეთ არის მოძრავოთ წინ ამ მიმზიდველ სინათლეზე. ხო, სინათლე გიზიდავს, მაგრამ შეჩერდითო და არის მოძრავოთო. სითბო დაიწყებს სიცივის გამოგზავნას. როგორც კი თქვენ ამჟღავნებთ თქვენ ნებას და ვარს ამბობთ სცენარის მიხედვით მოქცევაზე, მოსიყვარულე ნიღაბი იწყებს ჭედვას. თქვენ შეგიძლიათ იგრძნოთ მსუბუქი
წაქეზება, რომელიც იგრძნობა თითქოს ნათესავისაგან ან ანგელოზისაგან. ხო, ეს იქნიდან ვის გამოგეცხადება, ეს თქვენზეა დამოკიდებული თქვენ რისი წამდა. მოხდება უცებ სიხშირის შეცვლა. სითბო იქცევა წებოვანი წნევის მაგვარი, მახე შეზღუდულია დროში, არსებობს ამ არსებებს უნდა თქვენი დაპყრობა, სანამ თქვენი ენერგიული კოკონი ჯერ კიდევ ინარჩუნებს ინერციას სხეულისგან გამოყოფის ინერციას. ამიტომ ისინი თქვენ გაჩქარებენ, გეუბნებიან, წადი, ჩქარა, ჩვენ ცოტა დრო გვაქვს, სინათლე მალე დაიხურება. თუ თქვენ ხედავთ ან გრძნობთ ამდაგვარ რაღაცას, იცოდეთ, ცდილობენ თქვენ შეგიტყუონ ბოსელში. კიდევ ერთი მთავარი ნიუანსი, ყალბი, სინათლე ჯერ ისევ თუ თქვენ დახუჭავთ ასტრალურ თვალებს, თქვენ ნახავთ სიბნელეს, ესე იგი ხელოვნური სინათლე ცდილობს თქვენ მოგატყუოთ, თქვენ ხედავთ სიბნელეს, როდესაც დახუჭავთ ასტრალურ თვალებს. და იმ ხელოვნურ სინათლეს ვერ ხედავთ, მაგრამ ნამდვილი გადასვლა სიკვდილის შემდეგ, როდესაც თქვენ ამ მომენტში ისევ ეჭვობთ, მაგალითად, და არ ეთანხმებით არსებებს და არ დაყვებით მათ ამ სიკვდილის გადასვლისას, გონზე მოსვლას იწყებთ. ამ დროს არსებები გადადიან ვერაგულ ნაბიჯზე. ისინი ხო, თუ ვერ დაგიყოლებიან, გადადიან ვერაგულ ნაბიჯზე. თუ ვერ დაგიყოლებენ, ისინი აწვევიან თქვენ სუსტ ადგილებს, ვალდებულებების შეგრძნებას, სიცოცხლე და სიყვარული სიცოცხლეს და სიყვარულს შეგახსენებენ იმათ მიმართ, ვის დარჩა დედამიწაზე, იცით, რომ არსებობს ასეთი მაგალითიც, რასაც ისინი გამოიყენებენ. ისინი იყენებენ თქვენ ნათესავებს, ცოცხალ ნათესავებს. შესწებიან მათ გამოყენებას იმისთვის, რომ თქვენ გამოგიტყუონ ან შეგიტყუონ უსაფრთხოების, ხო, თქვენი მყოფებით უსაფრთხოების ზონაში, სანამ თქვენი ნებით არ შეხვალთ იქ ტუნელში, იქ არის შესასვლელი. და თქვენ უნდათ, რომ ამ ადგილიდან შეგიტყუონ შიგ ბოსელში, მათ ბოსელში. და ისინი იყენებენ, გადადიან, თუ არაფერი გამოუვიდათ, ყველაფერი სცადეთ, გადადიან ბ გეგმაზე. ისინი იწყებენ თამაშს მიწიერი მიდრეკილებებით. მაგალითად, ნახეთ, როგორ ტირის შენი ქალიშვილი, შენ დატოვეს შენი ცოლი ან საარსებო და შენი ცოლი დატოვეს საარსებო სახსრების გარეშე, შენი დედა ვერ გადაიტანს შენ სიკვდილს,
ასეთი ფრაზებმა შეიძლება დაასუსტოს ნება ყველაზე მომზადებული პრაქტიკისთვისაც კი რთულია ამ გამოსის გადალახვა. მანიპულატორები იცმევენ მათ სახეებს, ვინც თქვენ გიყვარდათ და იწყებენ თქვენი სინდისის ქეჯნას უпростоრად. ისინი მიგანიშნებენ, რომ თქვენ ეგოისტურად მოიქცევით თუ მათ არ დაემორჩილებთ და წახვავთ სხვა მხარეს. მათი ამოცანა გამოიწვიოთ თქვენში მძიმე ენერგიების ამოფრქვევა, დანაშაულის, შიშის, ღელვის. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი მათთვის? რატომ და დანაშაულის შეგრძნება მათთვის არის ყველაზე მთავარი ენერგეტიკული კონტრაქტი. ანუ თქვენ როდესაც გაგდებენო დანაშაულის ძნობაში, ეს თქვენ გაახლოვებთ მათთან ენერგეტიკული კონტრაქტის დადებაზე. თუ თქვენ წინაშე თუ თქვენ ეთანხმებით იმას, რომ თქვენ უნდა, ანუ გაქვთ ვალი ვინმეს წინაშე და დამნაშავედ გძნობთ თავს, თქვენ ნებით აძლევთ, აბარებთ თქვენ თავს მათ იურისდიქციის ქვეშ. ხდებით ავტომატურად მათ იურისდიქციის ქვეშ. ელიას ნოქსი ხსნის, რომ სულის ჭეშმარიტ მდგომარეობაში სხეულიდან გამოსვლის შემდეგ მიწიერი ღელვები გეჩვენება არსებითი. იმიტომ კი არა, რომ თქვენ გახდით სასტიკნი, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ხედავთ ყოფის საერთო სურათს, თქვენ გესმით, რომ ცხოვრება ეს ისეთივე მარადიულია, სულები გადიან თავის გამოცდილებას ამ ცხოვრებაში, მაგრამ არსებები ბლოკირებას უკეთებენ ოჯახის, ამ გაგებას. ისინი ავიწროებენ თქვენ ცნობიერებას ერთი ოთახის ძალაში, სადაც სტირიან თქვენი ნათესავები, მათ შეუძლიათ განახონ მომავალი, სადაც თქვენი ჩარევის გარშე ხდება კატასტროფები. მთავარია იცოდეთ, ეს არ არის წინასწარ მეტყველება, ეს არის ფსიქოლოგიური სიმულაცია. ისინი კითხულობენ თქვენ შიშებს და მათ უკეთებენ პროექცირებას, როგორც კი თქვენ ამბობთ, კი მე უნდა დავბრუნდე და უნდა გამოვასწორო ყველაფერი, თქვენ ხელს აწერთ ახალ რეინკარნაციაზე. კიდევ გეუბნებით, რომ რეინკარნაცია არ არის გაუხდა, მაგრამ თქვენ არ დაბრუნდებით ახლობების გადასარჩენად, არამედ იმ პირობებში დაბრუნდებით, რომელსაც აგირჩევენ ფერმერები, იმისთვის, რომ თქვენ გააგრძელოთ გავახის გამომუშავება. მაღალი სულთა სულები, განვითარებული სულები, რომლებსაც მართლა შეუძლიათ სიკვდილის შემდეგ თქვენი ნახვა, არასდროს გამოიყენებენ თქვენ შიშებს ან დანაშაულის შეგრძნებას. ისინი ტრანსლირებენ სიმშვიდეს და თავისუფლებას და თუ ნათესავისგან გამოდის ღელვარება, ეს არის პარაზიტის ნიშანი. მას როგორ გამოვცადოთ ისინი ადგილზე, თუ
სიტყვები არ გვეხმარება. არსებობს ჟურნალი მეთქი, არსებობს უბრალო ვიზუალური ტესტი, რომელსაც ეს არსებები ვერ გადიან. ასტრალურ სამყაროში ხედვა მუშაობს სხვაგვარად, ვიდრე ფიზიკურ სამყაროში. იქ თქვენ ხედავთ არა მხოლოდ თვალებით, მაგრამ მთელი აბიომით თქვენი ცხოვრებისა. მაგრამ ისინი მათ იმედი აქვთ, რომ თქვენ ფოკუსირებას გაუკეთებთ თქვენ ყურადღებას ცენტრალურ ობიექტზე, მათ ნიღბებს. ესე იგი, იმედი აქვს, რომ გადაცვლილი სული გაუკეთებსო ყურადღებას გაამახვილებსო ნიღაბზე. სახეს, ანუ ვინ დგას სულის წინაშე. ისინი ხარჯავენ კოლოსალური რაოდენობის ენერგიას, რომ სახე თქვენი ახლობებისა იყოს დეტალიზირებული მაქსიმალურად და დამარწმუნებლად გამოიყურებოდეს. ელიას ნოლსი გვირჩევს გამოვიყენოთ ტექნოლოგია, რომელსაც ის უწოდებს პერიფერიული სკანირებას, როდესაც თქვენ დგახართ ნათესავის წინ ან ანგელოზის წინ, არ უყუროთ მას პირდაპირ თვალებში. თვალები ეს არის ტრანსლაციის არხი ჰიპნოზისთვის. თვალებით თქვენ ცნობიერებაში იკაჩება ეიფორია და ცრუ ხატები. ამის მაგივრად ფოკუსირება მოახდინეთ ენერგეტიკული სილუეტის ბოლოებისაკენ. ცენტრში კი არ დააკვირდეთ გარშემო ფიგურის გარშემო შეისწავლეთ სივრცე მათ ხრებზე ან იმაზე, რაც არის მათ ზურგის უკან, რადგან ის არსება, ანუ სულსნეს არის პარაზიტი, მისი რესურსი არა უსაზღვრო, მას არ შეუძლია დაიჭიროს idеალური ჰოლოგრამა ყველა მიმართულებით ერთდროულად. თუ თქვენ ნახავთ ზედაპირულიდან შენიშნავთ იმას, რასაც მისტიკები უწოდებენ ფიქსილიზაციის ეფექტს. ბოლოები მათი ფიგურისა შეიძლება კანკალობდნენ ან გაცურონ რაღაც გაცუროსავით, ან მოგეჩვენოთ არაბუნებრივი ძაფრი, როგორც ამოჭრილი ობიექტი ფოტოშოპში. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უცნაური ენერგეტიკული ხატები რუხისა ან ბინძური ყავიფრისა. ეს არის მათი დაბალი ვიბრაციები და ეს არის მათი დაბალი ვიბრაციული ენერგეტიკული ფერი და ამიტომ ის კაშკაშა შუქი რო გონია, იმაში შეიძლება ყავისფერი ფერებიც გამოჩნდეს, რადგან მათ აქვს დაბალ ვიბრაციული ენერგია და ყავისფერი არის დაბალ ვიბრაციული ენერგიის ფერიც, რომელიც გამოდის განათებული გარსიდან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ფონი. ხშირად ისინი ქმნიან დეკორაციებს თქვენი მეხსიერებიდან. ძველ გარეუბნის სახლს, მაგალითად, რომელსაც მზე ანათებს ან კომფორტულ მისაღებს გაჩვენებენ, გამოიყენება იგივე ტესტი, სადეთ დეტალები განიხილოთ, მაგრამ მაგალითად ხის სტრუქტურა ან შპალიერის ნახატი, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ეს დეტალები ან არ არის, ან მეორდებიან როგორც დაციფრული სტრუქტურა ძველი ვიდეო თამაშებიდან. კედელი აქვენ მაგათ გაკეთებულია დეკორაცია ეკონომიურად.
და ზედაპირულად ის ხატავს მხოლოდ იმას, რასაც თქვენ უყურებთ პირდაპირ. როგორც კი თქვენ შეამჩნევთ ამ ნაკლს, მატრიცის ნაკლს, მატრიცა გაიჭედება. ილუზია იწყებს ძალაუფლების დანგრევას თქვენზე. თქვენი ცნობიერება აიწევს დონეზე მაღლა, ან თქვენ გაიგებთ, რომ თქვენ იმყოფებით არა სამოთხეში, არამედ ცარიელ სივრცეში, არსების წინაშე, რომელიც ცდილობს თავი სხვად მოგაჩვენონ, მაგრამ რა უნდა ვქნათ, თუ ვიზუალური ტესტმა არ დაგვეხმარა და არსება აგრძელებს ნიღაბის გაჩერებას. მაშინ დროა გადახვიდეთ რადიკალურ მეთოდზე. თქვენი შიდა სინათლის გამოყენების მეთოდზე, როგორც სიცრუის დეტექტორი. თქვენ მზად ხართ გაიგოთ, როგორ შეუძლია ეს ნების ბრძანებას გადააქციოს წინავი ანგელოსი რაღაც, რისგანაც დაინგრევა თვით სივრცე. როდესაც ვიზუალური ტესტები ყველაზე ძლიერი საშუალება დიაგნოსტიკა, რომლის მისაღწევად ადამიანის სულისთვის არის როგორც ჭეშმარიტების აფეთქება, თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ თქვენი ნება ამ სივრცეში, რატომ და არის კანონი კოსმოსური, თქვენი ნების წინააღმდეგ ვერავინ წავა. მხოლოდ თუ აცნობიერებთ, რომ გაქვთ ამის ნება, უფლება, თუ ეს მომენტი გააცნობიერებთ, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი ნება გამოხატოთ და იმდენად არ დაიბენით, რომ ამას მიხვდით, თქვენ შეგიძლიათ რა ახლა? ის არსებები იმედოვნებენ, რომ თქვენ პასიური დარჩებით, რომ თქვენ ვეფირებდეთ იქნება მათ სტიმულზე, მაგრამ როდესაც თქვენ გადადიხართ მაყურებლის რეჟიმიდან შემქმნელის რეჟიმში, თამაშის წესები იცვლება. თქვენ უნდა გაიხსენოთ, რომ თქვენ მხოლოდ სტუმრები არ ხართ, ან ამ განათებულ ტუნელში. ხო, თქვენ უნდა მიხვდეთ იმას, რომ თქვენ სტუმარი არ ხართ. გახართ კი ტუნელში, მაგრამ სტუმარი არ ხართ. თქვენ ხართ პირველ წყაროს ნაპრწკალი, რომელიც ფლობს ძლიერი ენერგეტიკული პოტენციალით. იმისთვის, რომ გამოსცადოთ ის არსებები, ნიღაბ ჩამოცმული, თქვენი შიდა სინათლე უნდა მიმართოთ გარეთ. ეს არ კეთდება ფიზიკური წესით, არამედ ნების აქტით. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი არსების თქვენი სულიერი იმ სულის შიგ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დგახართო, აი დგახართ, თქვენი სული დგას და წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სულის წინაშე დგახართ. ხო, ხედავთ, თქვენ თავს ხედავთ და ზისებური თქვენი ყურადღება ჩააღმავეთ ზისებურ წნულზე, სადაც გულის ჩაკრაა განლაგებული. გულის რაიონში, ან გულის რაიონში. და წარმოიდგინეთ, როგორ ნათდება ბრწყინავი მზე. თქვენ გრძნობთ მის სიცხეს, მის პულსაციას და მის
აბსოლუტურ სისუფთავეს. შემდეგ ამ ენერგიის ნაკადი მიმართეთ ფიგურას, რომელიც დგას თქვენ წინ. ამ მომენტში ხდება კონტროლი სიხშირეზე. ჭეშმარიტი ნათელი სული, რომელიც სინამდვილეში მოვიდოდა თქვენ შესახვედრად, რეზონანსში შევიდოდა თქვენ სინათლესთან. ის უფრო ნათლად გაბწყნდებოდა და თქვენ იგრძნობდით წუთიერ პასუხს. მაგრამ პარასიტულ არსებასთან ყველაფერი ხდება პირიქით. თქვენი სინათლე მისთვის უდრის მჟავეს ან აუტანელ წყაროს, რადგან მისი გარსი ხელოვნურია და შექმნილია დაბალვიბრაციული მატერიისაგან. თუნდაც ის გამოიყურებოდა განათებული. თქვენ ნამდვილ სულთან შეჯახება იწვევს სიხშირეების კონფლიქტს. თქვენ ნახავთ ნათესავის ნიღაბი როგორ იწყებს ბუკვალურად ხევას ან ყვამლად ქცევას. ხმად შეიძლება შეეცვალოს, გაემრუდოს, შეიძლება გადაიქცეს რაღაც ან ხმა შეიძლება გაიმრუდოს და შეიძლება გადაიქცეს ხარვეზად. შეიძლება გახდეს ხარვეზიანი. ან მოგესმოთ მექანიკური მანქანის ხმა. ამ დროს თავარია არ შეგეშინდეთ და არ მიატოვოთ მასზე ზედაწოლა. პარასიტებს ეშინიათ თვით გაცნობიერებულების ყველაზე მეტად, თუ თქვენ ეტყოთ თქვენ თავს. შეხედავთ, რომ შენი სინათლის მიღვა, დეკორაციები დაიწყებენ დაშლას. იმ შემთხვევაში, თუ ის არსება იქნა ძლიერი და აგზელებს ნიღაბის დაკავებას, არის კიდევ ერთი საშუალება, რომ დაიცვათ თავი. ელიას ნოქსი ამბობს, რომ ასტრალურ მახეებს ყველაზე იოლად ანგრევს ადამიანური სიცილი. მახეს მთელი სისტემა სულებისა არის ატყობილი სერიოზულზე, ხო? ისინი არიან ატყობილი სერიოზულ ნოტაზე. ან დღესასწაულ ნოტაზე, ან დრამატიულ ნოტაზე. არსებებს გულისხმობ მე. მაგრამ ადამიანი, როდესაც ისცინის, ეს მათზე ცუდად მოქმედებს თურმე. თითქმის სიკვდილის შემდეგ აღწერები პაფოსით არის სავსე. ეს ან უსაზღვრო სიყვარულია, ან მკაცრი სასამართლო. კიდევ დამჩაური ფურცელი. მე ყველაფერი გადავთარგმნ თითქმის თქვათ. და უდიდესი მისია. ეს კეთდება იმისთვის, რომ თქვენ იგრძნოთ პატარა ბავშვი თავი, მნიშვნელოვანი თავი, მაგრამ ეს კეთდება გასაკონტროლებლად, რომ თქვენზე ადვილად მოახდინონ გაკონტროლება. სიბნელე და მისი მსახურები უდიდესი ტრაგიკოსები არიან. ისინი მათ უყვართ დრამები. მისტიკებმა, პრაქტიკებმა
და ძველმა შამანებმა იცოდნენ საიდუმლო სიხარულის მაღალი ემოციები, ირონია, ჯამთელი ირონია კი ბუკვალურად წვავს ჰოლოგრამას, რომელიც შექმნეს ამ პარაზიტებმა. თუ თქვენ დგახართ უდიდეს ფიგურის წინაშე, არქანგელოზებია მაგალითად ან საყვარელი ბაბუის ხატის წინაშე ან ბების, რომლებიც ამბობენ თქვენ ცოდვებზე და ვალებზე და უცებ პოულობთ ამაში რამე კომიკურს, მათი ხელისუფლება თქვენზე, მათი ზეგავლენა ნელდება. სიცილი არის ძლიერი ენერგეტიკული აფეთქება, რომელსაც გადაყავს თქვენი ცნობიერება იმ სიხშირეზე, სადაც არის არსებები, უბრალოდ სადაც არსებები, დაბალვიბრაციული არსებები ვერ იარსებებენ. სადეთ გაიცნოთ ამ სიტუაციაზე. სიცილი თქვენ გაგანთავისუფლეთ შიშისაგან. მათ არ აქვთ იუმორის შეგრძნება, რადგან იუმორი მოდის წყაროდან. ისინი კი მოქმედებენ შაბლონების მიხედვით. როდესაც თქვენ ტირილის მაგივრად იცინით, მათზე მათი ალგორითმები იწყებენ ჭედვას. მათ არიციან რა უნდა დამართონ მათ, ვისაც მათი არ ეშინიათ, მაგრამ იყავით ფრთხილად, როგორც კი ისინი გაიგებენ, რომ სიყვარულის ნიღაბი არ მუშაობს, ისინი შეეცდებიან გაითამაშონ ყველაზე საშიში გეგმა. ისინი შემოგთავაზებენ იმას, რისაგან რისგანაც ადამიანი ვარს ვერ იტყვის. ისინი შემოგთავაზებენ სრულ გაწმენდას, ეგრეთ წოდებული ცხოვრების განხილვის მეშვეობით. ეს მახია, რომელშიც ხდებიან, ხო, როდესაც შემოგთავაზებენ ცხოვრების განხილვას, ამახეში ხდებიანო ბევრი გამოცდილი პრაქტიკოსების კი ხდებიანო. ამ მეთოდს ქვია ცხოვრების პანორამა. ისინი თქვენ ცხოვრების პანორამას თქვენ წაგიყენებენ, მთელ ცხოვრებას გაჩვენებენ. ილიას სოქსი ამას ყველაფერს უყურებს და როგორც სხვაგვარად ამ სისტემაში ცხოვრისებული განხილვა. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც აფორმირებს სიღრმისეულ დანაშაულის შეგრძნებას. ეს არის ფსიქოლოგიური დაკითხვა, რომელსაც აქვს ზოგადი გამოცდილება. არსებები თქვენ გაჩვენებენ თქვენ შეცდომებს, თქვენ დაცემებს და იმ მომენტებს, სადაც თქვენ მიაყენეთ ვინმეს ტკივილი, მაგრამ ამას ისინი იმისთვის არ აკეთებენ, რომ თქვენ გახდეთ ბრძენი. ისინი აჩვენებენ ამას განსაზღვრული შეფერილობით და გაიძულებენ თქვენ ისევ და ისევ შეიგრძნოთ სირცხული ამ მდგომარეობაში. თქვენი მდგომარეობა ხდება პლასტიკური, როგორც სანთელი,
და მაშინ მოსიყვარულე ნიღაბი ისევ და ისევ გაიძულებ სირცხვილი იგრძნოთ და გეუბნებათ, შენ არ ხარ მზად მაღალი სამყაროსთვის, შენ უნდა დაბრუნდე უკან. ეს ის მომენტია, როდესაც კონტრაქტს ვაწერთ ხელს, თქვენ იმდენად გაგიჩნდათ ეს სინდისის ქეჯნა, ისე გაგიძლიერდათ ეს სინდისის ქეჯნა, რომ თახდებით რეინკარნაციაზე. ანუ კიდევ შეგახსენებთ, რომ რეინკარნაცია ჩაბარდა წარსულს. თქვენ გაჩვენებენ მხოლოდ შედეგს იმისა, როგორ იგრძნობთ თავი. მებნარ ხატვინი. საქმე იმაშია, რომ როდესაც ეს არსებები თქვენ გაჩვენებენ თქვენი დანაშაულის სიას, ისინი იმას არ გაჩვენებენ, რომ ამ შესწავლების თვითონ მაგათმა გიბიძგეს. არა, იგენი გაჩვენებენ მხოლოდ შედეგს. ის დამალულია და ადამიანი დანაშაულებს თავის თავს. მაგრამ როგორ უნდა დავახციოთ მაინც თავი, თუ ამანაც არ გაჭრა? უბრალოდ თუ ამას შეიჯახეთო, იცოდეთო თქვენ წინაშე მანიპულაცია ხდებაო. მაგრამ როგორ უნდა დავახციოთ თავი? მაპატია ძალიან რთულია. ჩვენ უნდა ვაიძულოთ მათ ვაჩვენოთ ჩვენი ჭეშმარიტი სახე. რომ სამუდამოდ დაგანებონ თავი. ამისთვის კი არსებობს ერთი საიდუმლო პაროლი, ძველი ფორმულა, რომელსაც მე ვახსენებდი ვიდეოს დასაწყისში. ეს ცოდნა გადაეცემოდა დახურული სკოლებში, გნოსტიკების დახურულ სკოლებში 1000 წლეულობის განმავლობაში. და ახლა ის აქტუალურია როგორც არასოდეს. ტიბეტურ სწავლებებში გარდაცმობარეობისა არსებობს სამი კითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ თქვენ ამ არსებას. მე ხა ცოტა დრო მეხსიერებაში ცოტა ადგილია და ახლა შევეცდები. ხო, ვერ ჩავეტევი. კარგით, მოდით მე შევჩერდები, არ მინდა არაფერი გამოვტოვო და ამიტომ მე შევჩერდები. აქ ხოდა დავიწყებთ ცოტა ზევით აბზაციდან, რომ გასაგები იყოს. ხო, მოდით მე შევჩერდები. აქ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ ინტერნეტს რომ ჩავთავ, გაგრძელება შემდეგ იქნება აუცილებლად. რატომ და მაინც არ ჩამეტევა და მე კიდე ძალიან რთულია იცის ამხელა რთული ინფორმაცია. ცოტა დროც ჭირდება მსვენელს რომ გადაამუშავოს. აქანი ახლა მე ამას დავნიშნა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დროებით